დილამშვიდობის მეგობრებო, როგორ ახართ მეგობრებო? იმედია დავდებ ამ ვიდეოს დროზე ადრე და დილამშვიდობისა იქნება. რადგან სულისცემ ემართება. დავიწყებ მეგობრებო ვიდეოს დადებას კი არა და გადაღებას, მე რა გამოჩდება, მე სანამ დავდებ, მე სანამ რამე და გადის დრო. ეხლა მინდა გავაკეთო ტომატის საწებელი და კარტოფილი შევწვა. დილაა, მაგრამ მე ამას გავამზადებ და მე შევწვა კარტოფილს. მაგას დღეს ეს მინდასავით და გამახსენდასავით. ტომატი, ქინძი, ნიორი, ტომატი, მარილი, პირპილი, ხახვი. ყველას გეწოდინებათ ეგ. რესტორნებში რომ არის. მე ახლა ასეთი ქინძი მქონდა თესლიანი. ხო და ეგ უფრო უხდება. მეორეც მაქვს, მაგრამ ეს უფრო უხდება და თქვი თან ამას გავაკეთებ. და თან თქვენთანაც იქნები. ბევრი არ მინდა გავაკეთო, იმდენი რომ შეიჭამოს ორ დღეზე და კიცით თქვენ ჩემი ამბავი რომ ყველა დღე უნდა ვაკეთო და ახალ-ახალი. ამას დავასხაწვალე და გავაჩერე. მარილიც ორი პარტია მომიღია. ეხლა ეს ჩოფერი რომ მაქვს ადვილია, ჩავყრი ამაში ამ ხახვსაც და ნიორსაც დავაჩოფერებუცებ. და სულ ადვილად გავაკეთებ და მე შევწვა კარტოფილს, ცოტა მოგვიანებით. ეხლა თან მინდა დავადგა ისევ ფილავი. მაგრამ არ ვიცი ფილავი დავადგა თუ კვერცხი და სარდელი მოვხარშო. მაგრამ ფილავი მირჩევნია. იმიტომ რომ მერეც შეჭამენ და ეს უყვარს ამირანსა. ტონკაც გამახსენდა და ამას ყველასე ადვილია. ასე ვჭრი, თორემ ეგეც არ უნდა შეიძლება, მაგრამ ასე უფრო ადვილად დააჩოფერებს ამაგიტო. თან აქაც ვაგროვებ, რომ ჩავთო მინდა ეს მანქანა. დაგროვდა უკვე და ფილავისთვისაც დავადგა კარაქი. არაფერს არ ვაკეთებ მეგობრებო განსაკუთრებულს. უბრალოდ თან მინდა რომ თქვენთან ვიყო. სახლის კარაქით ვაკეთებ.
ჭიქანახევარი ბრინჯით გავაკეთებ ეხლა. ეხლა ეს რატომ აქვს ასე? მაშინ მაქვს, მაგრამ პარკით მაქვს ჩადებული. რატომ? იმიტომ რომ ქვემოთ სხვა ბრინჯია. ის ფილავისთვის არ მომეწონა ეს ბრინჯი. და ეს ზემოდან იმიტომ დავადე. ჭიქანახევარი გავაკეთო. კაი იყოს, ორი ჭიქა იყოს. ორი ჭიქა. ეს ყვითელი ბრინჯია და ძალიან კარგი გამოდის ამით. აქ მაქვს რომელი იცით? ხომისთვის უფრო ივარდებს. ღერღენის გავს. აქეთ შუქი არ მინთია? და იმიტომ ცოტა სიგნალი ჩანს. ასე. თავრეცხა. ამის ბრინჯის გასარეცხი თასი მაქვს სპეციალური ზემოთ და ზემოთ მაქვს შემოდებული მაქვს. ხო და რა ვიცი რატომღაც სულ მეზარება ჩამოღება მაგის. თავრეცხა ვარ. აი ერთხელ რომ თქვი, კიდევ ვიცი, მაგრამ მე მოხმარება არ ამი. ცოტას კიდე გავაჩერებ წყალში. სანამ კარაქი დაიწვება. მანამდე ამაში გავაკეთებ და მერე გადავიტან ბანკაში. დავაბლენდერებ ახლა. ჩემ ტომატი გავხსნათ. ამაზე მეტი არ მინდა. ანადობარი და გაცივებული წყალი მაქვს და უკეთესია რა თქმა უნდა. მეც მიყვარს ეს ძალიან კარტოფილთან. ცოტა კუჭისთვის რა გითხრათ, ძალიან სასარგებლოა, მეთქი ვერ გეტყვით, მაგრამ ეხლა იშვიათად შეიძლება. არც ძალიან სქელი მინდა და არც ძალიან თხელი. მაური იქნება, მაგრამ რა ვიყო? ისე არ გაკეთდება. ჩორნი პერიცა ცოტა. ცოტაც პილპილი. თვალის ომით ვაკეთებ, მეგობრებო, ყოველთვის ყველაფერს კი იცით თქვენ. მარილის ხომაიც უნდა გავსინჯო. სველი მარილი მაქვს ამ ბოლოს რატომღაც და მიმლაშებს საჭმელს. დაიწყო კარაქით. მარილიც ჩავამატო ცოტა, მაგრამ კარაქსაც აქვს.
ფერს არ ვამატებ. ჭიქაზე 4 ჭიქა წყალი ჩვეულებრივად. მარილია არ მინდა. კოზი დამჭირდება. პილიც აღარ მინდა. გავჭრი ახლა წვრილად ამასაც. ზოგი ისედაც პატარებია და დაჭრილია. რადგან თესლიანი იყო. ყველაფერს ვერ დარეცხავ ჭურჭლის სარეცხ მანქანაში და რაღაც დაჭრილი ხახვითაც ვაკეთებ უფრო და ასე აღარ დაიკარგება შიგნით. ეხლა ჩოთელით მოვინდომე რატომღაც. ისე დაჭრილი ხახვი უკეთესად ჩანს. აბა გავსინჯოთ ეხლა გემო. ძალიან გემრიელია. სულ ოდნა ვაკლია მარი. რა გემრიელია. ძალიან გემრიელია. ესეც ადობდა. ეგეც აღარ მინდა ჩავაგდო ხოში. ეს კარაქიანიც ჩავდო რომ აი ასე. ესეც გადავიტანოთ ქილაში და შევდგათ მაცივარში. მერე მოგვიანებით შევწვალ კარტოფილს. ზუსტად გამიკეთებია. ეს ცოტა დაირჩა. ამასაც კოფის ჭიქაში გადავიტან და ეგ არა. ესეც ადუხდა. დავუწიოთ და იდუღოს. დილის საუზმე სად იქნება, ფილავი რომ გაკეთდება. მე შევწვალ კარტოფილს. მე რამდენად თქვი? ეხლა მეგობრებო, არაფერი არ მიჭამია. მე და ცოტა არ იყოს შია, მაგრამ
რადგან ჯერ ადრეა და ყავაც მინდა და ადრე არის ცოტა ჯერ ყავისთვის. ცოტას წაგეჭორავებით და მე იქნება იყოს ნათია სახლში დაუძახებ და ყავას დავლებთ ერთად. თავარია აუცილებელი საქმეები მოვასწარე. ეხლა გუშინ იმდენი ვალაგე მეგობრებო მართლა იმდენი ვალაგე დღეს იატაკი რომ არ მოვწმინდო არ უნდა, მაგრამ მაინც მე შემოუვლიერ, შემოუქროლებ ყველგან და იქით აივანი მაინც დამრჩა და დამრჩა. იმიტომ რომ გუშინ გარეთ გავედი 1:09 საათი, არა, 1 საათზე ცოტა მეტი. ხო და იმიტომ შემოვრჩა იქით გასაკეთებელი და არა უშავს ბოდიში იმაზე რომ გავედი, რა ქვია, ქილაზე რომ გავედი გარეთ, ხან ბანკას ვამბობ და ხან ქილას, კი მიხვდებით მეგობრებო. ნიგოზი შევჭამი ცალი და გადამწდა ეხლა. ყავა მინდა ძალიან მინდა. მივწერო იქნება იყოს სახლში და შემოვა და დავლებთ. ასე რომ არ ჭამრამეს და ისევ სვამ წამებს არ შეიძლება ეგ, მაგრამ დილას მე არ მინდა ჭამა, ძალით ვჭამ. ხო და ზოგჯერ ვცდილობ რაღაცა მაინც შევჭამო ერთი ლუკმა და აი დღეს არაფერი არ მიჭამია. იმიტომ რომ ეს რო ჩავიდე თავში რომ ეს უნდა გავაკეთო, დავიწყე ეს პირდაპირ და შეწვის ვიდეოს ხომ არ გადავიღებ ხა კარტოფილს ჩვეულებრივად წვა. ოღონდ იმ ტაფაში, აი ამ აბის ეხლა რომ იდგას გაზზე, ამ კარტოფილი იწვის, არ ვიცი მეგობრებო, გადასარევად, თითო ცალად და გემრიელად. ისეთი კმაყოფილი ვარ ამ ქვაბების, ისეთი კმაყოფილი ვარ, 3 ცალი ვიყიდე. ერთი ტაფა ქვაბია, ასეთი მოდაბლო უფრო, ასე. ერთი დიდი ქვაბი და ერთი პატარა. ძალიან კმაყოფილი ვარ. რა მაქვს ქვაბების მეტი, მაგრამ აი ამას ისე მივეჩვიე და ისეთი კარგი მოსახმარია და ჯერ ისა რაც არ უნდა გააკეთო შეგნით გემრიელს აკეთებს, არ იკრობს, არ იწოს და მეორეც გარეცხარი როგორი გადაავლე წყალი და დადებ, მეტი არაფერი არ უნდა. ხოდა ძალიან კმაყოფილი ვარ, გქონდეს უნდა საშუალება და ყველა ზომის უნდა იყიდო, ყველანაირი ტაფაც უნდა იყიდო და მეტი არც გინდა არაფერი. ხო, ეხლა ფილავს და იმას მეთქი, მაგას ვამბობდი და მოვაყურე. ფილავს და კარტოფილს ხომ აღარ გადავიღებ და არ გაჩვენებთ, ჩვეულებრივად ვაკეთებთ როგორც თქვენ. და ეს საწებელიც გეცოდინებათ ყველას. ვიღაცა მირეკავს. ბოდიშით მეგობრებო, ამირანი რეკავდა და რომ არ მიპასუხა არ იქნებოდა. და რას ვამბობდი, ისიც დამავიწყდა. მართლა დამავიწყდა. ასე ვიცი მეგობრებო, თუ რაღაც აზრი მომივიდა და იმ წუთას არ ვთქვი, მე სულ მავიწყდება და აი რა წესი დამჩემდა. არ ვიყავი ასე ადრე და როცა ვართ ერთად პირისპირ ვლაპარაკობთ ან მეგობრობაში თუ რა მნიშვნელობა აქვს, ნუ ადამიანები ერთად ვლაპარაკობთ, ბოდიშს ვიხდი და საუბარში ვაწყვეტინებ და ვამბობ ჩემ აზრს მაგალითად ან ჩემ სათქმელს, იმიტომ რომ მე ვიცი всё დამავიწყდება და აი ეხლაც დამავიწყდა. რას ვამბობდი? ნიშნულობას ისეც არაფერს არ ვიტყოდი. მე მგონი რაღაც ქვაბებზე ვლაპარაკობდი და საშუალება უნდა გქონდეს და ყველა უნდა იყიდო მეთქი. არ ღირს იაფი და მაგიტო. მაგრამ ღირს ყიდვა. გადასარევი ამინდი გვაქვს მეგობრებო. ზიანი ღრუბელიცაა, მაგრამ მაგრა ცხელა, უკვე დილიდან ცხელა დღეს. ხო,
ხო და დღისით ისეთი ცხუნვარეზეა შვადღით რომ გარეთ რომ გინდოდეს ვერ გახვა გუშინ მაგალითად საათი რომელი იყო 5-ს გადაცილებული და რომ წავედი გარეთ ვეღარ ვსუნთქავდი ისეთი სიცხე იყო საღამოს და დილას ძალიან კაი სიგრილია მთელი ღამეც სიგრილი დღისით შვადღით არის ეს დღეები მაგარი სიცხე იმ წვიმას თუ არ ჩავთვლი დღეს ყოველი მომატრიალი აქეთ ნახეთ ხა შუქიანათებს და ცუდად ჩანს რა ქნა ნახეთ დაცვივდა ამაზე ფოთლები რომელიც აქეთ მხარეს იყო ჭრდილში და აქეთ ყვავილი გამოიღო ეხლა ეს მოძვრება და სიყვითლე დაეწყო მომატრიალი აქეთ იქნება და მზის შუქი უნდა მეთქი ახლა ყველა წერტილთან არ მიდის მზის შუქი და ამან ისეც იცის შემოდგომაზე დაყვითლება ფოთლების და გაცვენა მაგრამ ჯერ ადრეა ამან წელს რაც იყვავილა ჯერ არ ქონია ასეთი და არ მინდა რომ გამიფუჭდეს რაღაც გეგმები მაქვს მეთქი რომ ვამბობდი მეგობრებო სოფელში მინდა წასვლა ერთი გეგმა ეს არის მინდა წასვლა და დღესაც შემეძლო წავსულიყავი ეხლა ვინაი მაგაზინი ვეკავდა თუ მინდა დღეს წაგიყვანო მაგრამ ფიქრობ იმიტომ ფიქრობ რომ 25-ში დაბადების დღე აქვს ჩემს გიგას და არც აღნიშნავს და არც ვიხდით ჩვენ დაბადების დღეებს ის მის სამეგობროში გავა სადმე და სამეგობროში აღნიშნავს და ჩვენ ზოგადად არ ვართ ეხლა დაბადების დღის კეიფებზე მიყოლილი რატომღაც არ ვიცი არც დიდ ვიճს უყვარს ჩემსას არც ჩემს რძალს არც მე დიდად ელემენტარულად სახლში მარტო ჩვენი ოჯახის წევრები კი რაღაც ის ელემენტარულად აღნიშნავთ და მორჩა და ეხა კეიფები და გრანდიოზულები და რაღაცები არ ვართ ჩვენ მასე იყო დრო რომ მართლა კეიფობდით და იყო დრო რომ რა ვიცი არც ერთის არავის დაბადების დღეები არ დაგვიტევია მაგრამ რატომღაც მერე და მერე ასე შევანელეთ და ეხლა მარტო ოჯახის წევრები ნიშნავ ელემენტარულად სახლში მაგრამ გიგა სახლში არა უფრო გარეთ სამეგობროში და ხო და რის თქმა მინდა მაგით რომ 25-ში ხომ აქვს და დღეს 22-ია ეხლა სულ არ ვიყო სახლში და რაღაც ელემენტარული სახლში არ გავაკეთო რომ ხომ მოვა მე მინდა მეორე დღე იყოს ასე არ მინდა ასე გავაკეთო და ამიტომ ქონდა გეგმაში და ვერ წავედი გუშინ წინ და ჩამოსული იქნებოდი ვთქვათ 25-მდე მაგრამ არ არის პრობლემა 26-ში წავა მინდა 1-2-3 დღით წასვლა რომ დედას გული გავუხარო ერთი გეგმა ეს მაქვს როცა შორს ხარ ცნელია ეხლა გელა თბილისში ცხოვრობს თბილისში არიან ვერ ჩავდივართ ეხლა ასე ზუსტად დაბადების დღეებზე და ჩამოდიან ვთქვათ და ულოცავთ აქედან ულოცავთ დაბადების დღეს უკეთებთ საჩუქრებს ან რაღაც გამოწერით ან გზავნილით ან თანხას ჩავარცხავთ რომ ჩვენ სახელზე იყიდია რაღაც და ისე ჩემ დაბადების დღეზე ყოველთვის ჩამოდიან ან იმ დღეს ან ადრე ან გვიან ან რაღაც მაინც მაგრამ ასე ოფიციალურად რომ დავარქვათ რომ დღეს დაბადების დღე მაქვს და ვიხდი არა არ უყვართ ამენსაც თორემ პრობლემა კი არ არის რამე არც ამათ უყვართ ჩემი ხასიათი გამოყვათ არც მე არ მიყვარს დიდად
კი ეხლა მილოცვა, მოლოცვა და რაღაც პატარა ელემენტარული. რა მნიშვნელობა აქვს ნებისმიერ სუფრაზე, რაც იდება იმაზე. ანუ იმის თქმა მინდა, რომ დიდად არ ვებზადებით. შეიძლება ვიყიდოთ ტორტი და რაღაც ელემენტარული გავაკეთოთ სახლში. მორჩი. არავისაც არ ველოდებით და ჩვენთვის საკმარისი. 50 წლის იუბილეს იხდიდა ჩემი დედმამიშვილი ყოველი და აი ყველასი რომ გადაიხადეს თან ერთმა სახლში, ერთმა რესტორანში, ნუ რა ვიცი რომ გადაიხადეს, აღნიშნეს. მე მივიყავი დარჩენილი და ჩემი და რომ გარდაიცვალა იმის მერე ხა ზუსტად არ მახსოვს 3 წლის მერე თუ უფრო მეტი წლის მერე იყო ჩემი 50 წლის იუბილე და მე სასტიკი ვარ ვთქვი. რადგან ჩვენ გვქონდა ნათქვამი რომ დედმამიშვილებს უნდა აგვეღნიშნა და ჩემი და აღარ იყო, არანაირი მნიშვნელობა არ ქონდა ჩემთვის იმას, ჩემი და არ იქნებოდა და მე არანაირი ხალისი არ მქონდა, იმიტომ რომ ჩვენ ვკრიბებოდით დედმამიშვილები და ვღნიშნავდით ამ დღეს. და მე იქ სატირალში ვთქვი, რომ ეს ასე ხალისობით ასე ვიყავით და ჩვენ ყველას უნდა აგვეღნიშნა, ყველას დედმამიშვილებისა და რადგან აღარ არის ჩემი და მეთქი, მე უარს ვამბობ მეთქი, ჩემი დაბადების დღეს აღარ აღნიშნავ მეთქი და ვინმე არ თქვათ მეთქი, რომ რატომ არ იხდი და რაღაცა, არ მინდა. იმას ქონდა ის სიხალისე, კი, ეხლა 4 ვართ კიდევ და ღმერთმა ამ 4-დან გვამრავლოს ჩვენ და გვამყოფოს კარგად და შეიძლება ეხლა გაგიკვირდეთ და თქვათ, რომ ცხოვრება ისევ გრძელდება და რა თქმა უნდა გრძელდება, მაგრამ ჩვენ ის 50 წლის რადგანაც იყო ისე დაგეგმილი, რომ ყველა დედმამიშვილს უნდა აგვეღნიშნა და ჩემი და აღარ იყო, მე აღარ მაინტერესებდა და აღარ მქონდა მაგის ხალისი. და ის 50 წლის თავი არ გადამიხდია, ამის თქმა მინდა, მანდა მაინც ის რაღაც ოფიციალურად რომ დაერქვა. და იქ არ იქნებოდა ჩემი და ის აღარ გადამიხდია და იმის მერე საერთოდაც აღარ გადამიხდია ელემენტარულს ვაკეთებთ ასე. მე არც იმას კი არ ვამბობ მეგობრებო, მე ვარ და ჩემი ოჯახის წევრებია, იქ მარიაშვილია, შვილიშვილია რაღაც. მე მაგას კი არ ვამბობ, რომ მე არ ვიხდი და აგენს რატომ არა, მაგრამ ნუ აგენსაც არა აქვს დიდად, უფრო ურჩევნიათ სამეგობრო წრეში გავიდენ, ვიწყავთ ძალიან ახლოს 2-3 თუ 4 თუ რაღაც ასე და ისე აღნიშნოთ და არა რაღაც როგორ ვთქვა, დიდი სუფრები და კეიფები არ ვყავთ, არც ჩემებს არ ვყავთ. თორემ ეხლა საერთოდ არ აღნიშნავენ და რაღაც არ ვამბობ. ეხლა გიგა არ მოვა მაგალითად და სუფრაში არ იქნება ისე, რომ ვიღაცები დავპატიჟო, მოვიყვანო, არა, ურჩევნია გავიდეს მის სამეგობრო წრეში. აღნიშნოს ელემენტარულად გარეთ. და მე ამაში ვერ ვხედავ ცუდს ვერაფერს. უკვე ნელა უკვე ასე მიდის რომ უყურებ. ბევრი უკვე ასეა, ბევრი. რომ მარტო ოჯახში აღნიშნავს და მორჩა. უკვე ძალიან ბევრია ამასე. როგორ არა გიხარია, მოესწარი ამ წელს, თქვათ გახდი ამდენის, გახდი იმდენის მოესწარი, აღსანიშნავია კი, მაგრამ ელემენტარული საკმარისია, თუ მოესწარი ამ წელს, ღმერთმა უწყის მეორე წელს, იქნება და გაკლდება აქეთ 1 წელი. ყველაფერს არ უნდა შეხედო ასეთი თვალით და პოზიტიურად უნდა შეხედო. მესმის მეგობრებო, შეიძლება არასდროს და ცუდს ვამბობ, ეგეც მესმის და რაღაც თანდათან ისეთ რაღაცებს ვაპარაკობ, რომ შეიძლება წარმოდგენა შეგეცვალოთ ჩემზე, მაგრამ არა.
მე არც არავისი არ მიკვირს, რატომ არ აკეთებს იმას და რატომ აკეთებს ამას, არაფერი არ მიკვირს მეგობრებო ამ ქვეყანაზე. ყველას აქვს თავისი ცხოვრების იმის უფლება, რომ თავისი ცხოვრება როგორც უნდა ისე წაიყვანოს. უნდა ისე იცხოვროს და უნდა ასე იცხოვროს. თავარია იცხოვროს მართალი ცხოვრებით იცხოვროს. ყველაფერს ცხოვრებაში ხალისიც უნდა. ასე რომ მეგობრებო, რაღაც ამ თემას ახლა იმიტომ შევეხე, საერთოდ ამ მქონდა ეს გეგმაში, იმიტომ რომ ამინენმა დამირეკა დღეს ხო მაგინდა წადიყვანო და მაგიტომ შევეხე ამ თემას. თორემ ამას არ გამიხილავდი ახლა. კარგით მეგობრებო, წავალ ახლა ძალიან მშვიდობებით. ძალიან მინდა მართლა ყავა უკვე თავი მეწყება ტკივილი და ან საჭმელი შევჭამო და ან ყავა დავლიო, თორემ მე ვიცი ჩემი თავის ამბავი. მშვიდობიან და ხალისიან დღეს გისურვებთ, წარმატებულ დღეს გისურვებთ. ცუდად არასდროს არაფერი არ გამიგოთ მეგობრებო, ცხოვრება მრავალფეროვანია და როგორ გითხრათ, ყველა ადამიანი ცხოვრებას თავისი გადმოსახედიდან უყურებს, მაგრამ მთლად ასეც არ ყოფილა. არის რაღაცეები, რომ ადამიანს აღარ გინდა გაბრკოლებს რაღაცის და რაღაცის გამო. ზოგიერთი მაგალითად უფრო იხალისებს ცხოვრებას და უფრო წინ მიიწევს და უფრო არის მიზანმიმართულია, მეც ვარ, მაგას არ ვამბობ, უფრო არ ყრის ფარხმას, მაგრამ ჩემი ხასიათები სულ სხვანაირია. თანდათან ხედავთ ჩემ ხასიათს, რომ რაღაცნაირად ვარ სხვანაირი ადამიანი. თუმცა მე არც არავის არაფერს არ ვუშლი, ეხლა რომ გიგამოინდომებდეს, მაგალითად რომ მე დედა მომყავს თქვათ 5-6 ბიჭი, მე ერთი წუთითაც არ შევფერხდებით, გავშლი აქ დიდ სუფრას რა უნდა, მაგრამ რადგან თვითონ არ უნდა, ხომ არ დავაძალებ. რაც უნდა მას და როგორც უნდა, ისე გააკეთოს. აღარ არის პატარა ბიჭი და ყველას თავისებური ცხოვრება მოსწონს. დროებით.